მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. Შეგვიძლია დაგიდასტუროთ, ეს ასეა, ჩვენ არ განვიხილავთ ამ მომენტისთვის რაიმე ტიპის ერთობას. Რა თქმა უნდა, მიზანი ყველა ქართველს, არათუ ყველა პარტიას აქვს ერთი, ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება მშვიდობიანი გზებით, მაგრამ მყარი და მკაფიო ბრძოლით, რადგან ამ რეჟიმის არსებობის თითოეული დღე არის დანაშაული ქართველი ერის წინაშე, ჩვენი ისტორიის წინაშე, ამ ქვეყნის მომავლის წინაშე, მშიერი ბავშვების წინაშე, მიუსაფარი პენსიონერების წინაშე, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის წინაშე. ამიტომაც ჩვენ, რა თქმა უნდა, უკომპრომისოდ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ სანამ საქართველოს არ ეყოლება ეროვნული კოალიციური ხელისუფლება, სადაც რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ ყველა სხვა ძალასთან. რაც შეეხება აი ამ ერთობის ფორმატებს თუ სხვა, ჩვენ არ განვიხილავთ ამ ერთობის ფორმატებში ყოფნას არ განვიხილავთ. რატომ არ განიხილავთ? ჩვენს გერბს აწერია რომ ძალა ერთობაშია. ცალკე ისრის გადამტეხი ძალა ერთობაშია. ისრის ჯგუფის და ყველა ერთად ძმა ხერხეულიძეებმა გადატეხეს ეს ისრები ერთად. ეს მარტივი ლოგიკაა. რა არის ამ არგუმენტის საფუძვლო არგუმენტი, რომელთაც თქვენ ამ ეტაპზე თავს იკავებთ ძალების გაერთიანებისკენ? ნახეთ, ძალა ერთობაში უნდა იყოს ნამდვილად კარგ შემთხვევაში და იქნება კიდევაც, როდესაც ყველანი ერთად შევქმნით ერთიან კოალიციურ ხელისუფლებას. ეს უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ასახავს ქართული ხალხის ნებას და აი მათ შორის იმ კვლევებში ძალიან ხშირად ნანახ გარემოებას, რაც არის ის, რომ ხალხს სურს ნახოს თანამშრომლობა ამ ქვეყნის მართვაში და ჩვენ ამას ყოველთვის შევუწყობთ ხელს. და მე ვფიქრობ, თუ გადახედავთ აი ბოლო 6 წელს ლელოს არსებობისა და აინახავთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით კოალიციური ეთიკით. ხო, ახლა ძლიერი საქართველო თვითონ არის კოალიცია. ჩვენ 2021 წელს კოალიციაში შევედით, მათ შორის მაშინ ნიკამელიას მერობის არჩევნების დროს, მერობისთვის ბრძოლის დროს. არაერთხელ ჩვენი არსების ისტორიაში ეს 2021 წელს იყო ჩვენ არაერთხელ დიახ ჩვენი არსების ისტორიაში ვაჩვენეთ ის სულისკვეთება რომ თანამშრომლობა შეგვიძლია როგორც ზრდასრულ ადამიანებს რა თქმა უნდა ამ გზაზე იყო რიგი სამწუხარო მომენტებიც უახლეს მომავალში მაგრამ ხო ამ ეტაპზე ჩვენ მივიჩნევთ რომ საუკეთესო არის ამ გზით სიარული გაძლიერება მათ შორის ჩვენს მოსახლეობასთან ერთად სიარული, იმიტომ მე ძალიან ხშირად მithქვამთ წინა თვეებში, ძალიან ხშირად მათ შორის თქვენთან საუბარში ძალიან ბევრჯერ რომ მე მგონია ხანდახან ცდარად ვაყენებთ პოლიტიკის ფორმულას, ხო? გონია რომ ერთმანეთთან საუბარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ასე არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ერთმანეთთან საუბარი ყველაზე მეტად, არამედ ხალხთან საუბარი. იმ ხალხთან, ვინც უნდა შეცვალოს. ვისთან ერთადაც უნდა შეცვალო პოლიტიკური ძალაუფლება. პოლიტიკა ასე მუშაობს. როცა განსხვავებული გემოვნების ადამიანების ჯამი ერთად ლაპარაკება, ანუ ბევრი პარტია უფრო მეტ ადამიანს წვდება თუ არა ეს ჯამში და აქ ამას გარდა არის თუ არა ისეთი ბოდიშვილი აი დავასრულებ კითხვას არის თუ არა ისეთი ვითარება როცა ალტერნატივა ანუ ძლიერი ცენტრი რწმენა იმისა რომ ამ ხარეს ყოფ პოლიტიკურ სპექტრს შეუძლია ცვლილება არის უფრო მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ამ რწმენის გაჩენა ერთობით ვიდრე აი რასაც თქვენ ამბობთ ახლა რომ გაძლიერდეთ თქვენ და გააძლიეროთ მე საერთოდ უკვე პოლიტიკას გეტყვით ბრძანეთ მაინტერესებს გეტყვით მე საერთოდ უკვე პოლიტიკას და ეს ძალიან ბევრჯერ ვთქვამს კიდევ ერთხელ წინა თვეებში ხო მე არ მგონია რომ პოლიტიკა არის ჩემი და გიგალე მონჯავას ლაპარაკი მარტივად მე მგონია რომ პოლიტიკა არის ჩემი და ბუხიანელების ლაპარაკი ჩემი და დავასრულებ თუ შეიძლება ჩემი და არა რატო აი ამაშია პრობლემა არა ნახეთ ამაშია პრობლემა მე აი გულწრფელად ვიტყვი პოლიტიკას იმდენ არასწორად უყურებთ ამ ქვეყანაში ხშირად რომ დავკარგეთ პოლიტიკა მარტო იმიტომ კი არ დავკარგეთ რომ ავტოკრატები და რუსები და მაპატია და ნაძილები გვართავენ იმიტომაც დავკარგეთო არასწორად ვაკეთებ პოლიტიკას ამ ქვეყანაში მოდი ამას დაერქვათ სახელი მე ყოველ შემთხვევაში მზად ვარ რომ ღიად ვისაუბრო რა პრობლემები გაგვაჩნია ხო პოლიტიკურ სპექტრს ძალიან ბევრი პირველი და უმთავრესი ერთმანეთთან ლაპარაკს ვუყურებთ როგორც უმთავრეს უპირატეს პოლიტიკურ პროცესს ეს ასე არ არის არც ერთ ქვეყანაში არც ნორმალურში და არც ჩვენაირად არანორმალურში ასე არ არის პოლიტიკა არის ვიმეორებ არა ჩემი და გიგას ლაპარაკი მაგალითისთვის ხო ვთქვათ რახან ჩემ წინ იყო ან ვიღაცების პოლიტიკა არის
პოლიტიკოსის და ხალხის ერთობლივი მუშაობა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დაგვავიწყდა. სად არის ხალხი ამგან? ხალხზე ბოლოს ოდის თქვით, რომ მოდი ხალხთან ერთად ის ვქნა და ეს ვქნა. ანუ გრიგოლ, ამის დაზუსტებასიო, რადგან წახვედით აი ამ არ გამოვა. არა, უბრალოდ დავაზუსტოთ, რადგან წახვედით აი ამ ანალოგიებზე, მოდით ვიკითხავთ, თქვენი საუბარი მუხიანელებთან მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენი და გიგას საუბარი ერთად მუხიანელებთან აღწევს თუ არა უფრო მეტ შედეგს, ვიდრე მხოლოდ თქვენ როცა საუბრობთ მუხიანელებთან. არ არის აუცილებელი ერთად ვისაუბროთ. მუხიანელებში შესაძლოა თქვენი და ბატონი გიგას მხარდამჭერები იყვნენ და თქვენ როთან რომ ორი კაცი მოვა შეხვედრაზე, ბატონი გიგას მოხდება, პირობითად ვამბობ ხომ ამას. შესაბამისად აქ ამაზეა საუბარი, თორემ არ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე რომ პოლიტიკა უნდა იქცეს თქვენსა და ბატონ გიგას შორის საუბრად. ვიცი, რა თქმა უნდა. არა, მე ხო თქვენ არ მოგმართავთ, მე მიმართავ კოლეგებს. მე უბრალოდ არგუმენტი რომ იყოს, ალბათ მიპასუხებდათ. დიახ, ბრძანეთ. მესმის? დიახ. კი ბატონო, მესმის, ხო, მე თქვენ დამი არ ვაკეთებ, ეს ეს ამ განცხადებას თქვენ პირდაპირ არ პასუხობთ თქვენ არგუმენტს პასუხობთ. როგორ ვაყენებთ? დიახ, ბრძანეთ. კი ბატონო, კი, როგორ ვაყენებთ საკითხს, ჩემი თავის მიმართაც ვარ, ხო, მათ შორის კრიტიკული, იმიტომ მეც არასდროს მიკეთებია პოლიტიკა ხანდახან, ხო? შემახშირადაც ეს სხვების გადასაწყვეტია, მაგრამ მე მინდა რომ ახლა ვაკეთოთ პოლიტიკა სწორად, განსხვავებულად და ბევრად მეტი აქცენტი გქონდეს, ამას გვირიცხობთ, თორე მე და გიგაც ვისაუბრებთ და მეგობრებთ კიდევაც და სხვაებიც, ცხადია, ხო? მაგრამ პოლიტიკის ფორმულა ვერ იქნება რომელმა პარტიამ, რომელს რა უთხრა, რას მოაწერს ხელი, პოლიტიკის ფორმულა არის ქუჩაში გასვლა და 20 საათი კამპანია და ამას არჩევნები არ ჭირდება. ამას პოლიტიკოსი უნდა აკეთებდეს სულ და მე მიმაჩნია, რომ ჩემმა პარტიამ უნდა აკეთოს ეს ყველაზე მეტად და პირველ რიგში და აი გასული მეორე 4 თვის განმავლობაში მუდმივად ვაფიქსირებდი ამ აზრს. ამიტომაც მივესალმები ჩემი გუნდის ერთობლივ სულისკვეთებას ამ თვალსაზრისით. ეხლა შეეხება თქვენს ჩაძიებას, ხო, მკითხვას. მეც ყავს ამომრჩეველი და სხვასაც ყავს ამომრჩეველი. ჩვენ არ არის აუცილებელი ერთად ველაპარაკოთ ამ ხალხს, ერთად ვიდგეთ, ყველამ უნდა ველაპარაკოთ, ხო, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ამომრჩეველთან, უნდა გავზარდოთ ამ ამომრჩევლის რიცხვი და უნდა შევძლოთ ისეთი ტიპის ფორმულის მიწოდება ადამიანისთვის, რაც არამატა განამტკიცებს იმ ძალიან დიდ ოპოზიციურ ბრას, რომელიც არის ამ ქვეყანაში, არამედ შექმნის ახალ ამომრჩეველს და დიახ, იმ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც წამოიყვანს, იმიტომ ამის გარეშე აი მუკეთურებას, რასაც ქვია ქართული ოცნების რეჟიმი, ჩვენ ვერ შევცვლით და ამოსავალი ხო ეს არის, მიზანი ხო ეს არის და არა უბრალოდ ვიღაცასთან ერთად ყოფნა და რაღაც მემორანდუმების ხელით მოწერა. მე მიზნიდან ამოვდივარ. ჩემი მიზანი არის, რომ ივანიშვილი არ მართავდეს და ჩვენ მართავდეთ კოალიციურად. ამ ქვეყნის პატრიოტები. არ მინდა რომ რუსები მართავდნენ. მე აქედან ამოვდივარ, ხო? აი ამას ვამბობ, ამიტომ და რაც შეეხება ერთობას, იცით რა, მე მგონი ჩვენ მაგალითები გვინდა ყავს, ხოცა ერთი პარტია დაიშალა 7, 8 და 9 ქვეპარტია და მოდი მაქედან დავიწყოთ, კარგით? მაგრამ იქნებ დღეს არის მაგალითი, როცა 7 პარტია პირიქით შეძლებს იმას, რაც ნაციონალური მოძრაობა აღდგეს. ხო, მაგრამ ნახე, ახლა 7, 8 და 9 პარტია ხო, მაგრამ ძალიან გულწრფელად ვიტყვი, ხო, ახლა როცა არის მაგალითი, რომ ერთ-ერთი ერთი დიდი პარტია დაიშალა, მარტივ მომრავლებად და ბევრ პარტიად იქცა, მოდი თუ ერთობაზე, გაერთიანებაზე საუბარი იქ დავიწყოთ, ხო, ჯერ იქ დავინახოთ ამ ერთიანობის მაგალითები, ხო? ეხლა მე როცა არ ყოფილვარ, თქვა იმ წიაღის წევრი, მე რატომ ველაპარაკები ერთობაზე, როცა ამდენი ხარ ვიცი პარტიიდან ხარ და ერთმა ხელი მოგებართ, კაცო, გაერთიანდით და ერთად უნდა მართოთ, მაინც ეს ქვეყანა, ამაზე ორიანზე არ არის. შესაძლოა პრობლემა კონდეს, როცა თქვენ გახართ იმ პარტიის გვერდით ერთობაში, რომლის ამომრჩეველი შესაძლოა არ იყოს თქვენი ამომრჩეველი, ან რომ გაქვთ აი ქართული ოცნების მომხრეების გადმობირების იმედი, მას შეიძლება კონდეს წითელი ხაზი დავასახელოთ პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან მაგალითად. არ ფიქრობთ, რომ აი ეს არგუმენტი ერთმანეთზე გვერდის დრომის საზოგადოებაში დაძლეულია და დარჩა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში. რაღაცნაირ პოზაში დარჩა ოპოზიციამ, ასე ფიქრობს ამომრჩეველი. რამე კვლევა არის, რაც ამას გიდასტურებთ? იმიტომ რომ საზოგადოებაში თითქოს ეს ეტაპი, რომ ვიღაცის გვერდით ჩანს, რომ გადალახულია. აი, თქვენ გაქვთ რამე საწინააღმდეგო არგუმენტი, კვლევა, არ ვიცი, რასაც ეყრდნობით, რომ თქვენი მათ გვერდზე დადგომა, თქვენს ამომრჩეველს კი არ გააზრდის და მიზნის მიღწევამდე კი არ მიგაახლოვებთ, არამედ პირიქით. ძალიან კარგი კითხვა.
პირველი დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს ამ გუნდს არავითარი რაღაცა კომპლექსი და რაღაცა წარსული ამბები ეს არ გვაინტერესებს. ჩვენი მიზანი არის ისეთი ტიპის პოლიტიკის კეთება, რომელიც ამ ქვეყანაში აი ამ უკეთურებას, აი ამ შიმშილს, ამ უპერსპექტივობას, აი ამ ფასებს, რომელიც ერთადერთი რეალური გამოუწვევი მიზეზიც არის ბიძინა ივანიშვილი, აი ამას დაასრულებს. წერტილი. აი ეს არის ჩვენი მიზანი და არა იმასთან დავდგები თუ არა, ეს მომწონს თუ არა, ამან გუშინ წინ ეს თქვა ჩემზე, ჩვენ ძალიან შორს ვართ ამისგან, ამაზე ბევრად მაღლა ვართ, მაგრამ პატარა? მხოლოდ ლეილოს ამისთვის ძალები ყოფნის? ამ მიზნის მისაღწევად მარტო. არა, მე ხო ვთქვი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი კოალიციური ხელისუფლება. არა, ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი კოალიციური ხელისუფლება. ძალიან ცალსახად დამარცხლით მინდა ამას ხაზი გაუსვა. ჩვენი სულისკვეთება არის ეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად, როგორც დასრულებმა, როგორც პატრიოტებმა უნდა მართოთ ეს ქვეყანა ერთ შემდეგ რაც მოახერხებს და ჩანიშნავს სამართლიან არჩევნებს. ეს საერთოდ არ ნიშნავს. მას შემდეგ იზამთ ამას კოალიციური მართლობა შემდგომ არის, როცა მოიპოვებთ ამ არჩევნებს და ამ არჩევნებისთვის დალის აი მოსაპოვებლად ძალა მხოლოდ თქვენ მარტო ბრძოლით ყოფნით? არა, რატო? მე შეიძლება ჩემთვის ვიბრძვი ამ წამს და ჩემს ამომრჩეველთან ერთად ვიბრძვი. დანარჩენი აპირებს რომ ყველა ერთად იბრძოლოს პროდასალური ოპოზიცია, ბატონო გრიგოლ, ასეთი მოცემულობა, ძალიან კარგი, მე ხელი მომართოთ, მე ხო ამაში ხელს არ ვუშლი. არ უშლით, მე ხო მას თავს არ ვეცხვი. მე ხო მას კარგის გარდა არაფერს არ ვიტყვი. კი ბატონო. მე შემიძლია მაგალითი გითხრათ. აი, როცა მიკამპანია ხო მაგალითად და ხედავ რომ ვიღაც არ არის ჩემი ამომრჩეველი მაგალითად, ხო? ყოფილა უამრავი ასე შემთხვევა, ხო? ყველა პოლიტიკოს აქვს, ხო? ხედავ რომ შენ არ გაძლევს ხვას. იცით რა გამეკეთებია? მოვყოლი ვარ სიას და მიცდია რომ სხვისთვის მიეცა ხმა კოლეგისთვის. აი გამეკეთები არაერთხელ არჩევნებში, არაერთხელ. ხო, ნომერი 4 იქნება და ნომერი 5 იქნება და ნომერი 25 იქნება და იმიტომ რომ ჩემთვის დავარ იყო რა, რომ მისი ხმა, ამომრჩევლის ხმა წასულიყო ცვლილებისკენ. თუ ჩემთან არ მოდიოდა, რაც რა თქმა უნდა ჩემი პირველი მიზანია, ხო, რომ ჩემთან მოდიოდეს მხარდაჭერა. და თუ ხედავდი რომ ეს არ ხდება, მუშაობდი კოლეგისთვის. ვწდებოდი, ხარჯავდი დროს, ენერგიას და სხვა პარტიაზე ვეუბნებოდი, რომ კაი, ჩემთან არ მოდი ხარ? აი ამაზე რას ფიქრობ? მთავარია რომ ამ ქვეყნის განახლებას მისცეხვა. და აი გამოძევს ეხლაც. კოალიციურობა, რა თქმა უნდა, გამოძევს, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეხლა მე ვიღაცასთან რაღაც მემორანდუმს ვდებდე. არანაირი აუცილებლობა ლოგიკური ამისა არ არის. მაინც მინდა დავაზუსტო. მემორანდუმის დადება რაში გიშლით ხელს, თუ ეს მემორანდუმი არ ამბობს, რომ თქვენ ერთ პარტიად იქცევით. არ ამბობს ამას, რომ აქ ერთი პარტია ყალიბდება. აქ ამბობს, რომ არის შეთანხმება. არა, რაღაცაში რო არ მიშლის ხელს, არ ნიშნავს, რომ მინდა. ოდა აი ნახეთ თქვენი არსით რასაც საერთო სლას ხლებთან ერთად ეს არის თქვენი მიზანი და მემორანდუმი როგორ აზიანებს ამ თქვენ მიზანს თუ თქვენ დანარჩენ დასავლურ ოპოზიციასთან ერთად შეთანხმებით გზებზე მაგრამ დამოუკიდებელ პარტიად რჩებით ნახეთ ძალიან მარტივია ესე და ისე რაღაცა შეიძლება არ მაზიანებს მაგრამ არც არის ჩემს სტრატეგიაში ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია გამოჩენილი სტრატეგია ემთხვევაო ამბობთ ყველას ერთად გვაქვს მიზანიო ამას გულისხმობ თქვენივე მონაყოლიდან გავაკეთე ეს მიზანი ემთხვევა არა მე მიზანი ემთხვევა მოდი განვასხვაოთ მიზანი მიზანი არის ივანიშვილის მოშორება და რა თქმა უნდა ემთხვევა ხო როგორ შეიძლება წესიერი ადამიანისთვის არ ემთხვედეს მიზანი პარტიები გადავდოთ ივანიშვილს ამით რა შავდება ნახეთ ისევ და ისევ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ხედვა იმისა რომ როგორ ვაპირებთ შემდგომ პერიოდში ნავიგაციას ან ძალიან რთულ ლანდშაფტში მაგრამ იმ მიზნისგან რაც არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება რომელიც არის გამომწვევი ამ უბედურების უპერსპექტივობის ამ ჭაობის რაშიც დღეს ჩვენ ვართ მაშინ როცა ერევანში აგერ 9 მილიონი დოლარის ღირებულების ეროვნული თავდაცვის ახალ პაკეტს ეწერება ხელი და ჩვენთან გამოდის ეს კაცი არაბების მაკლერი და ლაპარაკობს 257 ბინა გავყიდეო ნორმალურია საერთოდ ეს ვითარება 257 ბინა გავყიდეო კაცი ამბობს და აბდოს რა ხდება რეგიონში წარმოიდგინეთ აი კონტრასტი ფაშინიანსა რომელსაც პრემიერ-მინისტრი ქვია და აი ამ კაცს შორის რომელსაც აი როგორ შეიძლება რომ საერთოდ პოლიტიკოსი ერქვას არათუ პრემიერ-მინისტრი ხო როცა ბინების მაკლერად არის კაცი გადაქცეული და ეხლა მე მაგ ჩემი ხედვა როგორ ვიმუშავებ შემდგომ კვირებში და თვეებში ჩემ საზოგადოებასთან ვიღაცას აქვს თავისი ხედვა თავარია რომ მიზანი
არის ერთი და იგივე და რაც უფრო მეც ვიმუშავებთ, რაც უფრო მეც ვილაპარაკებთ ხალხზე და მის პრობლემებზე და არა ერთმანეთთან საუბრის მოდალობებზე, მით უფრო მალე დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილს. და თუ გავაგრძელეთ ლაპარაკი რეალურად იმაზე, რომ ვინ ვის როდის შეხვდება, იმან ამასთან ყავადალია, მოაწერეს ხელი მემორანდუმს, ვერ მოაწერეს ხელი, დავკარგავთ დროს, აღარ დავკარგოთ დრო. ვიბრძოლოთ ხალხთან ერთად ქუჩებში, დაბებში, სოფლებში, ახალი სოციალური პოლიტიკით, უკეთესი საგარეო პოლიტიკის ხედვით და შევცვალოთ. აი, ეგრე გონია ჩვენ, რომ დადგება ცვლილება და ჩვენ დამერწმუნეთ ვიქნებით პოლიტიკური ცვლილების ავანგარდში. მუდამ, იმიტომ რომ ლელო შეიქმნა ამ მისიით, რომ შეეცვალა პოლიტიკის ფორმულა, შეეცვალა პოლიტიკის წესები, პოლიტიკის კეთების გზაც და რა თქმა უნდა შეეცვალა ეს ბოროტი მანქურთების ხელისუფლება, რომელიც ღალატობს თითეული ქართველის ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს.